ბავშვობიდან წარმოგიდგინოთ, რომელიც რამდენი ხდება საოცარ სამეურნეობას, დღესაც იუბილეა. და მე ვიკითხებოდი, რომ წინა შეხვედრა მქონდა თბილისში იუბილეა იყო და დავანონსეთ და დღესაც იუბილეა ვარ და დღეს იუბილეა და მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა თითოეულ მოხსენებას. აი ძალიან ბევრი რამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 52 წელი შემისრულდა, მაინც ძალიან ბევრი ვისწავლე თითოეული თქვენგანისგან. აი ჩემთვის მაგალითად აი დამსხვრეული სულის აწყობა იყო, როდესაც პირველი მოხსენებელი გამოვიდა თქვენზე მაქვს საუბარი და რომელმაც აი თავისი ცხოვრება სრულად მოიტანა. ძალიან კარგი იყო ეს ორი გოგონა, რომელიც გამოვიდა და წარადგინეს თავისი ფსიქოლოგიური ჩართულობით და ნუ რა თქმა უნდა დამაგვირგვინებელი, რომელიც მომეწონა ნამდვილად ბევრიც ვისაუბრეთ და ჩავარდა და შეიძლება მე ჩემთან ვეუბნებოდი, რომ ბევრი ხომ არ ვისაუბრე მეთქი. პირველ რიგში მადლობა ყველას და ლიკა მადლობა თქვენ რომ აი ამას ახერხებთ. ეს ძალიან რთული რამ არის და ბედნიერი ვარ მე რომ აი ესე უკვე აქტიურად ჩავერთე და ყველაზე მთავარი რომ გვინდა პედაგოგებს რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, ახალი გავაკეთოთ და ახალი მივიტანოთ ბავშვებთან. მე პირადად მაგალითად აი ამ ჩართულობამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ძალიან ბევრი რამ შემოიტანა და კმაყოფილი ვარ ამით რომ მე თქვენ აი ესე ბოლომდე მოყვებით და იმეც ვიტოვებ რომ ეს გაგრძელება კიდევ უფრო კარგი და საინტერესო იქნება. მე ვარ სატელევიზიო სკოლის დირექტორი უკვე 32 წელია. ახლა კი შემოგარგებო, სულ რამოდენიმე წუთით გადავფრინდეთ ჩვენი ბედნიერი ბავშვობის იმ მშვენიერ წლებში. ჩვენი სიმღერა სასვისება ოცნებებისკენ სასწაულებთან ჩვენ ვარსკვლავებითაც მოსწრება დაიგანებზე გაშლება ინკოგნიტოს მოვება დიდი კადრე იწება ღიარული წუთები წამწამს ემოჩილება საოცნებო ფერია ჩვენ ბრძოლას მიყვება ღიარული ფერები თვალწინ გადაგვეშლება ძალიან ბევრგან მივწვდით ასე ვთქვათ უკვე ჩვენი სატელევიზიო გადაღებებით. მე შევიტანე სკოლაში ეს პროგრამა და დღესდღეობით აი ალბათ სოციალურ ქსელზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ არა რომ ძალიან მიჯაჭვულები არიან ბავშვები ამ სოციალურ ქსელს და მე მაშინაც თქვი და ეხლაც ვამბობ სწორი ფორმით ჩვენ თუ და დოზირებას თუ მივაჩვევთ იმ ბავშვებს რა დოზით უნდა მიიღონ და რა უნდა იპოვონ სოციალურ ქსელში კარგი და დადებითი მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მასწავლებლები და ძალიან კარგად მოიყვანა მაგალითი ჩვენ თვითონ მასწავლებლები არ გავექცევით სოციალურ ქსელს არ დავიმალებით და პირიქით ბავშვებსაც შემოვყვათ მაგრამ მათ მივაჩვევთ იმას რომ დოზირებული იყოს ეს ყველაფერი მოკლედ მე ვფიქრობ რომ დღეს ვარ შემაჯამებელი მოხსენებელი და ძალიან მომეწონა აი ეს ყველაფერი რაც კი მოვისმინე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მადლობა ამისთვის თითოეულ თქვენგანს აი მართლა რომ გისმენთ თქვენი ისტორია ისე კარგად გქონდეთ მოტანილი და იგივე არ მინდა გამორჩეს აი ჩვენ კოვიდის პერიოდზე ვისაუბრეთ კოვიდის პერიოდში იმის გარდა ბავშვებს გქონდათ რაღაც გარკვეული თვითკომპლექსი ყველაზე დიდი კომპლექსი გამოიწვია კოვიდის პერიოდში იმან რომ ბავშვები მიეჩვენ დამაღვას. აი ხშირ შემთხვევაში გაკვეთილზე ესწრებოდნენ აქავარ მას, მაგრამ კადრში არ ჩნდებოდნენ. ხო იყო ესეთი მომენტი და ბავშვების უმეტესობა რომ გამოვიდნენ, არ ვიცი, რამდენად შეგიმჩნევთ ჩვენ ამაზე სპეციალურად ფსიქოლოგიურ მე ფსიქოლოგიის განხრითაც ძალიან ბევრს ვმუშაობ და სპეციალურად ვიმუშავეთ ამაზე. ბავშვები რომლებიც დღემდე ხუდებით დადიან და მალავენ თავის ასე ვთქვათ თუნდაც არ უნდა საკუთარი თვალები გამოაჩინოს საკუთარი სახე და ყველაზე ცუდი ამაში ის არის რომ დიახ თმები აი თვალებს მალავენ და ყველაზე ცუდი აქ ის არის კიდევ რომ რამოდენიმე პერიოდი უჭირთ რომ მათმა ეს გადალახონ და მე რაღაც პერიოდში საკუთარ თავთან ბრძოლას იწყებენ ხშირად ხდება ხოლმე ეს რომ ან წარბს იხვრეტენ ან დამატებით თავის სხეულს ასე ვთქვათ აყენებენ იმის გარდა რომ ტკივილია მე ვფიქრობ რომ რაღაცა მიუღებელია ხო თითოეული ჩვენგანისათვის და მე ვფიქრობ რომ ფსიქოლოგიურ ბრძოლას იწყებ მხოლოდ მაშინ და საკუთარ თავს ებრძვი მაშინ როდესაც შენი თავი დაკარგე და აი ჩვენ ზუსტად ამაში უნდა დავეხმაროთ მასწავლებლები
დიახ, აი ზუსტად ამაში უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, რომ საკუთარი თავი იპოვო. ყველაზე ძლიერი არის მაშინ პიროვნება, როდესაც მან საკუთარი თავი იპოვა და არასოდეს არ იკარგება. ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო არის მშობლის დანახული, მის მიერ დანახული შედეგი და ყველაზე დიდი შედეგი არის ის, რომ ჩემი მოსწავლეები მე ვიც გავზარდე, ისინიც რამდენჯერმე მომწერენ ხომ, რომ იცი რა ბანჩო, აი თქვენს იმ გაკვეთილებს, იმ ჩატარებულ ლექციებს ვიყენებთ და უკვე ჩვენ შვილებს ვდით და მადლობა ამისთვის თქვენ. მასწავლებლის ყველაზე დიდი ჯილდო მე ვფიქრობ არის მადლობა იმ ადამიანებისგან, ვინც გაიზარდა და მის ხელში გაიარეს. მოკლედ, მე მინდა არა მარტო ჩემი დაბადების დღე მოგილოცოთ, დღეს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ძალიან ბედნიერი ვარ, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს დავიბადე და ალბათ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. მადლობა იმისთვის თქვენ, რომ აი ესე შევიკრიბეთ და დღეს გვინდა რომ შემოვიტანოთ რაღაც ესე პატარა და მინდა რომ მე და ლიკამ მივიღოთ აი ამ ყველაფერში და ასე ვთქვათ, ტკბილად დავასრულოთ ეს ჩვენი შეხვედრა, ხო? მე მგონი აი ხალხმა მანჩომ თბილისში გააზიარა ძალიან საინტერესო სამოტივაციო ისტორია და ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ ისტორიის გაზიარება, იმიტომ რომ ხშირად აღნიშნავენ პედაგოგები, რომ ვთქვათ იმედგაცრუებას გადიან, შეიძლება იყოს თუნდაც გასაუბრებაზე იმედგაცრუება, როდესაც დირექტორი შეიძლება ებრძოდეს პედაგოგს. ახლა ჩვენ ყოლია მაგალითად პედაგოგები, რომელსაც ვთქვამთ, რომ აი სამწუხაროდ მათ დირექტორისგან ჰქონდათ ხელის შეშლა, ხა ბევრი არა საბედნიეროდ, მაგრამ 2-3 პედაგოგი იყო, რომელთაც დირექტორი უშლიდათ ხელს, რომ უფრო განვითარებულიყო, რადგან ფიქრობდა დირექტორი, რომ შენ გინდა რომ ჩემი ადგილი წაიღო და მე მინდა ქალბატონ მაჩოს თხოვო, აი ამ პატარა ისტორიის მოყოლა და შემდეგ გავაგრძელებ. მოკლედ, ალბათ ყველას გაგვიჩნდა კითხვა, რატომ ინკოგნიტო, ხო? დაახლოებით, აი ძალიან მოკლედ მოვყვები, ლიკა, დაახლოებით. ეხლა მოგეხსენებათ რაიონებიდან, როდესაც ჩავდივართ თბილისში, მაინც ზედმეტი ვართ, ხო? ეხლა ყოველ შემთხვევაში გარკვეული პერიოდი მაინც ზედმეტებად ვითვლებით, ხო? აი სადღაც 30-40 წელი სანამ ფეხს არ მოვიკიდებ, რაღაცა მაინც ტვირთი ვარ თბილისისთვის, ასე უბრალოდ ხუმრობით რო ვთქვათ რა და მოკლედ ესე იყო რომ მე დაახლოებით 18-19 წლის ვიყავი, როდესაც იმერეთიდან ჩამოვიდა, ძალიან მიყვარს ჩემი იმერეთი და ვამაყობ და არასოდეს არ გაუგლიوار კუთხეების სიყვარულს. აი, იმდენად მიყვარს კახეთი, ქართლი, გურიატი, თუნდაც ნებისმიერი ადამიანი მიყვარს. მე ვფიქრობ რომ კუთხეებით კი არა, ადამიანი თავისი ადამიანობით არის ადამიანი და არაფერ შუაში არ არის რომელი კუთხიდან ვინ არის და რას აკეთებს. მოკლედ მოხდა ისე რომ ჩავედი ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ სკოლაში და საკმაოდ ცნობად სკოლაში დავიწყე მუშაობა და ძალიან დიდ წარმატებას მივაღწია მოკლე ხანში. სტუდიას ერქვა ანარეკლი და დაახლოებით 75 ბავშვით აი რომ დავიწყე, იცით როგორი ოთახი მომცეს, რომ შეგეხედათ ამ ოთახისთვის, არ შეიხედათ, ანუ საწყობი იყო და გამოაყენეს კულტურულად რომ ვთქვა. დიახ. მე ეს ოთახი რამოდენიმე თვეში ჩვენი ფოტოებით, ჩვენი სიყვარულით, თქვენი მოსწავლეების ნაჩვენად გავავამაზე ისე რომ მე-11 კლასელსაც კი გაკვეთილი რომ უცდებოდა, იქ ურჩევნოდა ყოფილიყო ჩემთან და დირექტორი მომნოდა, ოღონ გარეთ არ გავიდეს და იყოს შენთან ისაუბროს ოთახში და მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან მოკლე ხანში 75 ბავშვით სერიოზული კონცერტი მიეცეთ, სადაც განათლების სამინისტროდან მოვიწვიეთ ძალიან ბევრი წარმომადგენელი და იმდენად ემოციური იყო განათლების სამინისტროსთვის ეს ასეთი კარგი ღონისძიება და თან შინაარსიანი ღონისძიება, სხვათა შორის იქაც კუთხეები წარმოვადგინე, აი ქართლი, კახეთი, გურია, სამი და ძალიან ლამაზად იყო პოპულარული ვიწყებდი და მე გადავდიოდი საჩვენებელ ტექსტებზე და ამოვიდა პირველი შეფასება ის მითხეს, რომ მე ძალიან ძლიერი ვიყავი და ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი შემეძლო წინ გადამედგა. რა თქმა უნდა, დავბრუნდი სკოლაში, ჩვეულებრივად გავაგრძელე მუშაობა და აი ამ დაბრუნების შემდეგ დაიწყო ყველაფერი. მოკლედ 130 ბავშვზე გაიზარდა ჩემი ბავშვების რაოდენობა და მათ შორის მისი შვილიც რომ მოვიდა პირველად რომ დავიწყე მუშაობა, მითხრა რომ მოდიო ჩემ შვილსაც მოვიყვან და მითხრა, იცით რა მეთქი, მოდით ჯერ შევხედოთ რას გავაკეთებ, მეთქი მაინც გამოუცდელი ვარ და მოდით შევხედოთ და თუ მოგეწონებათ, პირველი ღონისძიების შემდეგ მე მივიღებ, მეთქი თქვენ შვილს არ არის პრობლემა თქო. და პირველი რომ ამოვიდა და მომილოცა სცენაზე დირექტორმა ეს მითხრა რომ რატომ არ მითხარი რომ შენ აი ესე კარგად შეგეძლო რომ გაგეკეთებინა ღონისძიება, ხომ ჩავთავდი ჩემს შვილცო. მეთქი არც ახლა არ არის გვიანი. მოკლედ დღეები გადიოდა მისი შვილი
უკვე დადიოდა ჩემთან სტუდიაში და რომ ჩადიოდა მამას ეუბნებოდა მამა არ ვეტევით ოთახში იქნებ რაღაც დიდი ოთახი მოგიძებნო ну არ ეჯერა ამ პიროვნებას ну იქ რაღაცა ცოტა ესეთი არ მინდა ამაზე ვისაუბრო მაგრამ რაღაც ფინანსურსაც ეხებოდა ეს ყველაფერი მე მგონი ხვდებით და მან იცოდა რომ იყო დაახლოებით 60-70 ბავშვი ალბათ იყო 130 ბავშვი და მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დავიპარა კაბინეტში და მითხრა იცი რა ძალიან კარგი გოგო ხარო მაგრამ ასე ვთქვათ ფეხთმედები ძალიანო და არ გამოდისო რა ანის უნდა გაუშვაო ვინც ეს შეცდომა დაუშვა და ან შემოდა იმას ვერ გაუშვებო იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია წლებია უკვე მასთან ვმუშაობ და ასე რომ შენ უნდა გაგიშვა გავბრაზდი ამაზე ხა ხო იცით ახალგაზრდა რო ხარ რაღაც სისხლი გიდუხდა ცოტა ისიც ვიკომპლექსე რომ ითქენ თბილისში როზის ხა რაღაცა გონია რატომ მომაყენა შეურაცხყოფა ხა მე ჩამოსულა შეიძლება ეს იფიქრა და ცოტა ისე უხეშად ვთხარო იცით რა მეთქი თქვენ ამის უფლება არ აქვს მე იმდენი სიხარულით და სიყვარულით სავსე თვალებით ბავშვები მხვდებიან თქვენ უფლება გაქვთ იმ ბავშვებში ეს ჩაკლათ მეთქი და ცოტა გაბრაზებით ვთხარ და იმანაც შემომიტედა ისე შემომიტედა რომ მივხვდი რომ ჩვენი დირექტორი ჩემზე მეტად გაბრაზდა და ცოტა დავითრგუნე და მეუბნება რომ იცით რაო მეო სანამ ვიარსებეთო შენ მანამდე დედამიწაზე არსებობას ვერ შეძლებ და ამ საქმეს ვერ გააგრძელებდ წამოვედი იქედან და რომ გამოვდივარ კაბინეტიდან ფეხები უკან ვრჩება და აი ამ ფეხების დარჩენით შევბრუნდი და უთხარი ინკოგნიტოდ ვიარსებებ და მაინც ვიარსებებ და ვიარსებებ მე შევძევი ეს და მოკლედ არასდროს არ თქვა თქვენს ოცნებებზე მოწყობილზე და არასდროს შემოვა და ყოველთვის იყავი აი ბედნიერები და ვარდები ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ პოზიტივი არის ყველაზე კარგი აი ესე ვიზეიმობდა რომ ქალბატონი მანჩო მეორედი იყო ჩვენთან ერთად სპიკერი და ძალიან ემოციური იყო მისი ეს გამოსვლა და ვთხოვეთ რომ გაეზიარებინა შემდეგ მე ხშირად მომისმენია პედაგოგებისგან მოტივაციას აკარგინებენ კოლეგები ზემდგომი ადამიანები და მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ასე ვთქვათ ერთგვარი მოტივაცია და მადლობა თქვენ ამისთვის და გიოცან ხდე ეგ სახება ვინმართა სარგეში ვინახო მაგალფებს ხარაფებს საბრკვევი ვინახო ეგ თემები გლეზე ჩაჭერა და ვინახო ალი ხარ კალი ხარი ხარი ვინახო ეგ თემები გლეზე ჩაჭერა და ვინახო ალი ხარ კალი არგებო ძალით რომ დაიბყარეს გული მერენებს მიადე გარისთვის წარმშეკრული უმთილები ლამაზო დაგადაგულია აფელგან ქარიშვილთაც განაგულია უმთილები ლამაზო დაგადაგულია აფელგან ქარიშვილთაც განაგულია სიმაგაცების ნაბარალში ვარონები ძირფასო საშველად ნუ დაგავიანანები მეყოლა ნაბარალზე ეგბედა და მაშინე ლავხერი მომგვიე მოვდადა მარჩინე მეყოლა ნაბარალზე ეგბედა და მაშინე ლავხერი მომგვიე მოვდადა მარჩინე ვიმოლები ჭიუში დამსულე ხანქარი მივერავს ხანძიმა აი საერთოდ ყოფილი ხდება იმას რომ დავიცე და მედიერი ვარ დღეს ახალგრინიშნე ჩემი გავაკეთე ეს პატარა გიოცა მედიერება წარმატება
წარმატებები ყველა მასწავლებელი და მასწავლებლებს. წარმატებები. უღრმესი მადლობა. ხო, მასწავლებლები ხო ყველაზე ძლიერები ვართ. ნამდვილად და წინა შეხვედრაზეც თქვი, დედამიწას მანდილოსნები ვატრიალებ და მით უმეტეს თუ მასწავლებლები ვართ, იმედია მამაკაცები არ დაწყენენ. Avantez arabes apper divinaka Emtneze çaçlera da minaka Kaliha bihvari minaka Emtneze çaçlera da minaka